დავბრუნდით პირდაპირ ეთერში მართალია ვერაფერს ვხედავ ამჟამად ეხლა ჩემს თვალებში სიბნელე არის მაგრამ მე ვემზადები იმისათვის რომ მას მერე რაც მე ოკულუსის სათვალე მოვირგე ვირტუალურად უნდა ვიმოგზაურო ძალიან მეშინია ძალიან ნერვიულობ იმიტომ რომ არ ვიცი რა დამხვდება მე წინ მაგრამ გოგონებო სანამ მე ამ ყველაფერს დავიწყებდე თქვენ წარადგინეთ სტუმრები სანამ შენ ემზადები მე ვიტყვი რომ გაფართოებული ვიზუალიზაციისა და ვირტუალური რეალობის პირველი ლაბორატორია საქართველოში გუშინდელი დღიდან ფუნქციონირებს. მართალია სახელის დამახსოვრება შეიძლება თავიდან გაგიჭირდეთ, მაგრამ დამიჯერეთ, რომ სხვა ყველაფრის სწავლას და დამახსოვრებას ეს ყველაფერი ძალიან შეუწყობს ხელს. თუ რატო ამას რა თქმა უნდა ჩვენი სტუმრები იტყვიან, ეს ყველაფერი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გახადა შესაძლებელი და ჩვენთან არიან ქეთი ლაკირბაია, ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ირაკლი ქოქრაშვილი, GameLab ილიაუნის მენეჯერი. შესაბამისად ანა კვანჭილაშვილი შემეშალა, ხო? იმდენად გაგიჟებული ვარ აი ინოვაციებზე და ამბებზე, რომ არასწორად წარგადგინეთ, მაგრამ გამოვასწორეთ ყველაფერი. იმდენად წარმოუდგენელი რაღაცაები მოხდება ჩვენთან სტუდიაში, რომ მე დარწმუნებული ვარ, მაყურებელს პატარა ექსკურსიაც უნდა ჩავუტაროთ. იმიტომ რომ იმ მოწყობილობის საშუალებით, რომელიც ახლა ელენეს უკეთია, არც მეტი არც ნაკლები საკუთარ თავში მოგზაურობასაც კი შევძლებთ, ხო? სწორი ვარ ამაში. ნამდვილად ასეა. ანა, მოდი მაშინ მე ერთი წინადადება მოგჯერ ჩავთოთ მაშინ ეს ვირტუალური მოგზაურობა, იმიტომ რომ ელენე მეწოდება დგას, თან ცოტა ეშინია. ნახოთ, მაყურებელი რაც თავარია ვიზუალურად შეაფასებს, სად იმოგზაურებს, ასე ვთქვათ, ელენე და შემდეგ უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ იმ პროგრამებზე და იმ დანიშნულებაზე, რაც აქვს ამ. უნდა ვთხოვო ეხლა რომ დამეხმაროს, იმიტომ რომ რაღაც გამოსახულება მაქვს, რაღაცას ვთხოვ სადღაც შედიო მე მგონი და ვერ შევდივარ, ვცდილობ რომ შევიდე, მაგრამ შედი ხარ, ეხლა უნდა ეხლა ჩაგირთავთ ელენე და ჩაირთო? ხო, რაღაცა ირთვება ეს ვარ. აი მე დავჩაბნელდა, ეს ჩაბნელდა. აი ასე. აბა, ახლა დაიმე. სამოთხეში. უი, ნახე ყურში მესაუბრება, welcome-ო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ჩვენს ვირტუალურ სამყაროშიო და ეს ხელები როგორ მაქვს? მე ნერვიულობ შენ მაგას. რაღაცას მეკითხება you can skip any experience by pressing the select button არ ვიცი select button-ი კი ერთი წუთი ნერვიულობ დაიწყება ახლა. ხო. ეხლა შენთან შავ. აი დაიწყე. სათხარ ელენე. ვაი მე რა კარგია რაღაცა 3D გამოსახულება ძალიან მომწონს. ვაი მე. ელენე სათხარ. ანუ შემილი რა უნდა ვქნა? შეგიძლიათ იმოძრაოთ კი, აი როგორც ბუნებრივად იქნება. მიდი, აბა მე ელიას მოეფერე. ბაჭინა გამარჯობა, ბაჭი ამყავს ხვირწინ და აგერ არის ცეცხლი. და კარგი. გათბი? ეს რამეში შემიძლია გამოვიყენო? რა? ამ შემთხვევაში უბრალოდ აკვირდებით და სხვა თამაშებში და სხვა აპლიკაციებში. მიდი, ელენე ერთი წუთით არ გაჩერდე? არა, დაელოდე შემდეგ გამოსახულებას, რომელიც ახლავე იქნება. ვაი, სათხარ. ჰელო. რომელიღაც პლანეტაზე უცხო პლანეტაზე. და გიცინი ძალიან მე. უკან შეტრიალდი, აბა რა ხდება? ვაუ, როგორი მთებია. ვაიმე. ეს რაღაცა ახალ პლანეტაზე ხარ აღმოაჩინე ელენე შენ? და შენ ხარ პირველი ადამიანი, ვინც იქ ფეხი დადგა. ჩემთან მოდი პატარაო, მოდიო. მინდა რომ ჩემი რაღაცას მეუბნება. რა გითხრა? ეხლა წარმოიდგინე ვიღაცა რო გადმორთავს და რომ მიყურებს ამ გოგოს რა ჭირს და გიჟივით იქცევა. ვაი, ერთი წუთით მესამე მოგზაურობა. აი ხა სიმაღლის ეს სამის ისე მეშინია რომ აი რომ უყურებ. აუ მეშინია. გადაიხედე ელენე. ვაიმე. გადაიხედე ხო. ვაიმე გთხოვთ, ძალიან მეშინია რა ხდება საკოპე. ეს რო შენ გაგეკეთებინა ალბათ. მე ისეთი შიში და ფობია მაქვს. ძალიან ვაიმე. გადადია ბანა. ვარ ჯერა. ნაბიჯე გადადგა. აუ ეს ვარა ძალიან ნამდვილია, მართლა ძალიან ნამდვილია. აბა ეს რა არის? ეს სადაა? კიდევ კაი მალე დამთავრდა. მუზეუმში ვარ. შინაური ცხოვრება. არ მითხრათ, მოდის არ დამინახოს ხო? დინოზავრი მოდის. დინოზავრი? არის შინაური ცხოველი არც მეტი არც ნაკლები დინოზავრი. მოდი. ცუდად ვარ მოვიდა. ხო არ მოვიდა.
მე ისე თუ გაგიშდი რა გაჩხუბებს. გეჩხუბება. მოვიდა ელენე ძაანახოს. მოდი. გამარჯობა ფისუნია. როგორი გიმილია ნახე. კაია და წავიდა თუ აი კუდი არ გამარტყა. კაი კიდე ერთი ეს იყოს? აუ ბრავო. ეხა სადღაც ვარ. რა მშვენიერია. ელენე მოდი ახლა გითხარი. მოგვიყევი აბა. როგორი იყო? არ ვიცი, ეს იმედენად ცხადი სამყარო არის ჩემთვის ვირტუალური ნამდვილად არა, ეს არის ჩემთვის ძალიან რეალური სამყარო, რომელიც მართლა აღიქვამ ყველაფერს ისე როგორც ცოტა საშიში არის, მართლა. ხო, სხვადასხვა ემოცია თავს. მაღლა რო ვიყავ, მართლა ძალიან საშიშია. სხვათა შორის, აი მაღლა რო იყავი, ეს სწორედ მე როგორც ვიცი, რეკლამის დროს საუბრობდით, გამოიყენება იმ დროს, როდესაც ადამიანს აქვს სწორედ სიმაღლის ფობია, აი რაც მე შეიძლება ჩვეულებრივ. მოდი დანიშნულებაზე ვისაუბროთ, ხო? რაში გამოიყენება ყველაზე ხშირად, იმიტომ რომ ჩვენ ახლა გავერთეთ, თან რაღაცა ემოციებშია ელენე ჯერ კიდევ და მე მგონი ვერ მშვიდდება. მაგრამ გართობა ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენს, ანა იმ ყველაფრისა, რისთვისაც იქნება. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მოწვევისთვის. გუშინ გაიხსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ბაზაზე VR Lab-ი, მოკლედ ესე შეგიძლიათ დაუძახოთ იმ ხელას. იმეორო ყოველდღე VR Lab-ი ლიაუნი. ეს არის პირველი ვირტუალური რეალობის ლაბორატორია, რომელიც საქართველოში, ასე ვთქვათ, დღესდღეობით იმუშავებს. რატომ ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ბაზაზე? იმიტომ რომ რეალურად ამ მოწყობილობებით, ამ ტექნოლოგიით შესაძლებელი არის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობა, მათი შრომითი უნარჩვევების გამომუშავება. აი მაგალითად სულ მცირე ერთი მაგალითი რომ მოვიყვანო, ჭირს რეალურ სამყაროში მოძრაობის წესების დასწავლა, ასე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ ჩვენ მოძრაობის ისედაც ძალიან ცუდი წესები გვაქვს საქართველოში და პრაქტიკაში ძალიან რთული ამბავი იქნება. ანუ რეალურად აქ შესაძლებელი არის, რომ ვირტუალურ სამყაროში დაისწავლო, ანუ მოძრაობის წესები. და ამ მიმართულებით პრობლემა არ შეგექმნას. ასევე ძალიან ხშირად გამოყენებადი იქნება ჩვენი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის კვლევაში, იმიტომ რომ შენ შეგიძლია მოახდინო კვლევის სიმულაცია, მისი მოდელირება და მისი ვიზუალიზაცია. ასევე მაუსის და კლავიატურის გარეშე საკუთარი ხელებით შეგიძლია გააკეთო ნებისმიერი შენობა ნაგებობის, აი არქიტექტურაში რო ვისაუბროთ, ანუ შენობა ნაგებობა და ყოველგვარი დანახარჯის გარეშე კორექტირება გააკეთო ვირტუალურ სამყაროში და მხოლოდ მას შემდეგ რაც სასურველ შედეგს მიიღებ, ანუ ამის შემდეგ დაიწყო მშენებლობა, სიტყვაზე ვამბობ. ასევე ძალიან კარგად შეიძლება ამ ტექნოლოგიების გამოყენება ეფექტური სასწავლო მოდულების შექმნისთვის. აი გუშინ ერთ-ერთი ასე ვთქვათ პროგრამა რაც მოყვარის სისხლის შემადგენლობა მილებში მოგზაურობ და ნახულობ ერითროციტებს, ანუ როგორ გამოიყურება დნმ. ანუ შეგვიძლია რომ ეს კიდეც. ანუ რეალურად ის რაც ჩვენ დაახლოებით ერთი სემესტრი გვჭირდებოდა რომ მასალა დაგვეძლია და გვესწავლა და გაუგებარი ხდებოდით, ანუ რასთან კავშირშიდან რომ კითხულობ, უბრალოდ ვერ აღიქვამ რასთან გაქვს. ხო, ანუ გინდა რომ ნახო, ხო, წარმოიდგინო რასთან გაქვს. ანუ წიგს ცხადია, ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ ის რომ ხილული იყოს შენთვის რას გასწავლიან და რო შენშია ეს ყველაფერი, ანუ 15 წუთში ძალიან საინტერესო ლექცია მოვისმინე და დარწმუნებული ვარ, რომ ალბათ მაშინ ფრიადებს წერდნენ, როცა ვსწავლობდი, ეს რომ მომესმინა, ანუ ის თავი ძალიან კარგად მეკდებოდა მომზადდა. არის შესაძლებელი, რომ ახლა ვიმოგზაურო ადამიანის ორგანიზმში, ასე ვთქვათ. აბა როგორ ვენებში. აბა მოიდგე შენ. მედიცინით მაშინ სხვათა შორის ბიოლოგია ძალიან მაინტერესებდა სულ. ხო. ერთი პერიოდი ექიმობაც მინდოდა. და ეს მოითავსე ყურებთან, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც აი იმ გარემოში ხარ და ეს გესმის, არა მხოლოდ ხედავ. იცი რა მაინტერესებს ესენი მინდა? კი. სად არის აბა? თავიდან უნდა ირჩიოთ უბრალოდ. რა უნდა ვქნა? თავიდან უნდა ირჩიოთ, რომ გაუშვათ ასე ვთქვათ ეს. აბა სად არის? სწორად მიჭირავს? კი. კი. რას დავაჭირო? აი ხა მე აი დავაჭერ. სტარტს უნდა შეხედოთ და ეხლა მე დავაჭირო რამეს? აი სტარტს ის გვალის დაამთხვიეთ. შეხედეთ და ჩაიშტოთ. აი ხო და დააჭირე. კაი, გაბლანდო.
ეს გაისწორეთ. ეგ არის. ან დაბლაციეთ ან აბა როგორ? ვიმე, მე ვერ მითხარით. უკვე ეს ყველა ინდივიდუალურად უნდა მოიგო. უკვე ვენაში. ეხა ველოდები უბრალოდ, ხო? დაიწყება. ეხა სუსისხლებია გარშემო. რაღაც დაფრინოს. შეტრიალდი. ვაი მე დაბნელდა. კი, არა, ნუ გეშინი. მე ჩახვალ სისხლძარღვებში და ვა! ვაი მე სადღაც მივდივარ. ნახე. გიხსნით რა არის ეს რა ხდება. და გიყვებათ. და თან არის ვიზ ხმოვანი აღწერა სად ვარ ახლა. ახლა ვარ ერთ-ერთ სისხლძარღვში როგორც მივხვდი. ხო გესმის რო გესაუბრება. აბა დატრიალდი. ხო. ვაუ. და მოყევი შტაბეჭრილებები. შენ გინდა რომ ამდენი ინგლისური მე მოვყვე? ჩაულებრივი ლექცია, თქვათ, საგანმანათლებლო ძალიან. ანუ რეალურად ეს არის მართლა ფანტასტიკური, როდესაც გსურს თუნდაც ბიოლოგიის შესწავლა, იმიტომ რომ მოგზაურობთ ვიზუალურად აღიქვამ რა ხდება ჩვენს ორგანიზმში, სისხლძარღვებში და თან ამას თან ერთვის თვითონ ახსნა ეს არის. აგწერია ლეიკოციტი. ლეიკოციტები, ნახე როგორ გამოიყურება თურმე. ხო, ლეიკო. ლეიკოციტი თურმე ესეთი ხობშია. ლეიკოციტები შემდეგი ვინ შეგხვდება? აბა ეხა შემდეგი. უკანად შეგილია შეტრიალდა, იმიტომ რომ შენს უკანად აქედან ნახე სვივა. აქედან გონია რომ ესე ერთი წუთი მოვიდა. აი ვინ მოვიდა? ტრომბოციტები. და რას გიწერს იქო რაღაცას მიდია 3% არის. აუ ნახეთ რა მაგარია, ვაი ეს რა არის? ეს არის ერითროციტები. ერითროციტები 45% შეადგენს, წარმოიდგინეთ. სულ შემომეხვია ყველაფერი. ვაშლაგი ჟიმგონი. აუ რა საინტერესოა ხო? მართლა სწორი ცოლის მიღება დაზიანებაა ეხა სისხლი. დაზიანება შეტრიალდი. იქით. აი კიდე დატრიალდი, ზევით აიხედა. აი მე მეშინია, იმიტომ რომ ცოტა სიმაღლეა. კიდე დატრიალდი ეგრე და ზევით აიხედა, ეხლა უდრევ, აი აქ არის რაღაცა დარღვევა. ეს რა არის? შედი აბა შიგნით. სისხლია ვითომ დაზიანება ეს რა არის? ვაიმე, შევდივარ. რა უბრალოდ სისხლძარღვია, რა შეგეში. ეხა შევყვანთ უჯრედში. ეხლა სად ვარ უჯრედში? და ბოლოს დნმ მიტოვებდა. კოსმოს გავს. ვაიმე ხალხო, რა ჯადოსტური სამყარო ყოფილა ჩვენს სხეულში და არ ვიცოდით. ვაუ, ეს რა ხდადიან ვიღაცა ადამიანები და ეს იცით რა არის კიდე? აი, ინტერესი რომ გაუღვივა, თუნდაც აი ამ სფეროს მიმართ ადამიანს, იმიტომ რომ ვერ წარმოვიდგენა ჩვენს ორგანიზმში ასეთი რამ ხდება. უი მოვიდა. მემბრანა. ეჭხუბებით. ესეთი გაკვეთილი, დასწრების და მოსწრების უმაღლესი მაჩვენებელი იქნება ნებისმიერ შემთხვევაში. მაგ ნამდვილად. ეს არის წყალი და ოქსიგენის ურთიერთქმედება. მივხვდი. ოჩახ. აი ნელ-ნელა გახსენდება, ხო? რაღაცეები. არა, ხვდები უბრალოდ. კითხულობ თან. გლუკოზა, ხო? აბიგლუკოზა. გლუკოზა ჩვენს ორგანიზმში ხო არის, კაცო? შემომარტყა ისევ წრენა ხე რა, ეს როგორ იციან რაღაც. ალყაში ხარ. და შენ ვინ ხარ? ბაცილა ხარ თუ რა ხარ? ვირუსი ხარ, დადი ხარ მან. კარგია, ძალიან კარგია, ფანტასტიკურია, ისეთი მშვენიერი გაკვეთილი არის იმისათვის, რომ ეს რა არის ახლა? ახლა უჯრედში ჩავა და უფრო დაბლა. აი მე ქვემოთ სუდად გავხდები. ნუ გეშენია. მე მგონი ძალიან საინტერესო რაღაცას გავიგე. ძალიან საინტერესო მოგზაურობაა ნამდვილად. ამასობაში ეს რა არის? ეს უკვე შიგნით ვარ ბირთვში. აი თუ გინდა თქვენ მე ვიქნები აქ ჩუმად და არა, აბა დატრიალდი. არ ტრიალებ, არ მოძრაობ და ეხლა რაღაც ელოდები რომ რაღაც მოვიდეს შენთან. ვერ მოძრაობ, ხალხო მგონია რომ ჩავარდები. ვერ ჩავარდები არსად. ისევ შენ თავში თუ ჩავარდები. აბა ზევით აიხედე. რა ხდება ზევით? ძალიან საინტერესოა. არაფერი ისეთი, მაგრამ რა საინტერესოა. ეხლა მე მაინტერესებს აი ეს ვაიმე ნახეთ აბა microfilament
იცით რა მაინტერესებს თან? ანუ ეს პროგრამები როგორ საერთოდ ვიყური იმასაც ხო, ეგ არის საინტერესო, ხო, ანუ პროგრამები. ერთ ვიტყვი და მე რა პროგრამებზე ირაკლი უკეთესად ისაუბრებს, ანუ ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო პირველი უნივერსიტეტი, სადაც შეიქმნა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FabLab და ასევე კომპიუტერული თამაშების ლაბორატორია GameLab. ანუ ამ კომპიუტერული თამაშების ლაბორატორიაში უკვე VR-ზე დიდი ხანია მიდის მუშაობა, უბრალოდ თამაშებს ქმნიან, ასე ვთქვათ, ვირტუალური რეალობის. თუმცა შესაბამისი სცენარების არსებობის შემთხვევაში და ჩვენ ვაპირებთ, რომ ანუ ჯგუფები შევქმნათ და სცენარზე სხვა პროფესიონალებმა უნდა იმუშაონ, ცხადია და შემდეგ შესრულების ნაწილი უკვე არის. ამის ადამიანური რესურსი რეალურად ილია სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს არსებობს. არსებობს როგორც ადამიანური რესურსი, ასევე უკვე არსებობს ლაბი, გამოცდილებაც და არსებობს ასევე ყველა ის ლაბორატორია, რომელიც შეიძლება ამ პროცესში საჭირო გახდეს. ირაკლი, თქვენ წერთ თამაშებს? ჩვენი კომპანია და ილიონიშიც ვასწავლით, როგორ შექმნან მობილური კომპიუტერის და ვირტუალური რეალობის თამაშები. ვირტუალური რეალობის თამაში აქ გვაქვს, რომელიმე თან საუბართან ერთად რომ ნახოთ თუ თამაშები კი რამოდენიმე აქაც გვაქვს და ჩვენც გვაქვს უკვე გაკეთებული. შეიძლება რომ აი ერთ რამეს დავამატებდი და თან ეს ასე ვთქვათ ისიც კურსის დამთავრდება ალბათ მანამდე. რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის და ზოგადად რაც არის რომ საქართველოს აი ამ სფეროში ყოველ შემთხვევაში კი არ ვაკოპირებ და ჩამორჩებით. ერთ-ერთი ასე ვთქვათ ძლიერი მოთამაშე ვარ, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე მუშაობა დაახლოებით 3 წლინახევრის წინ დავიწყეთ, როცა ეს ეხლა ხდება ეს ყველაფერი მთელ მსოფლიოში და ჩვენც ამის ნაწილი ვართ და არა ვთქვათ რაღაცა ტექნოლოგია იყო და ჩვენ უბრალოდ ეს გადმოვაკოპირეთ და ერთად ხდება განვითარება. ძირითადად გვახასიათებს ის რომ სამწუხაროდ ბევრი მიმართულებით განვითარებაში ჩამორჩებით ხოლმე სხვა ქვეყნებს. აქ შეგვიძლია ვთქვათ რომ თანაბრად მივყვებით და პირიქით ჩვენც თავაზობთ ეს არის ჩემთვის ყველაზე ძალიან ასე ვთქვათ სასიხარულო ამბავი და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ილიონიში ხდება, ანუ პროგრესი პირველი რაც ესეთი რაღაცები იხსნება ილიონიში ხდება GameLab-იც, VR-ლაბიც და კიდევ ბევრი სხვა გეგმებიც გვაქვს. მომავალში ახლა უბრალოდ ერთიანად ამას ყველაფერს აქ ძერ ვერ მოვყვებით. მაშინ მოდი სასიამოვნო ამის მოსმენა. კარგი, მაშინ თამაშს მევცდი ხო? ძალიან რთული და საშიში თუ არ არის. ქართული ან თქვენ მიერ შექმნილი თამაშია ხო? ორ კვირაში უშვებთ ჩემი ასე ვთქვათ შეფასებით ყველაზე დიდი თამაში რაც ქართველებს შეგვიქმნია თან ვირტუალური რეალობის თამაში და ყველაზე პოპულარული რომელი თამაში არის? შეიძლება ესე ვთქვათ, ყველაზე მოთხოვნადი ანუ ერთი თამაში, პირველი თამაში, რომელსაც $1 მილიონი გააკეთა ერთ თვეში ვირტუალურ რეალობაში, Row Data იყო ესეთი თამაში. რობოტები მოდიან თავს გესხმიან და თავს იცავ. იარაღით თუ ეს თამაში გვაქვს? ეხლა ამ წუთში ამაზე ჩაწერია. აბა რას ვითამაშებ? მე რას ვითამაშებ? რომელიც ორ კვირაში გახდება ხილული ფართო საზოგადოება. ჯერ ვერ ჩავწერთ ეხლა მაგას. დემონსტრირება ხა შეგვიძლია. ამ წუთში აქ არ გვიწერია. ხო, აბა დემონსტრირება ხდება სათვალე თუ ჯერ. VR შუადღის პირდაპირ მნიშვნელობა აქვს თვითონ სტუდენტებისთვის. აი სასწავლო კუთხით რომ შევხედოთ, მაგრამ სანამ შენ მოირგებ, მე უბრალოდ ჩემს შთაბეჭდილებას ვეთქვი, რამდენად თვალსაჩინო და მარტივად აღქმადია ის, რასაც სწავლობ. აი თუნდაც ბიოლოგია, აი ხა მე რა ტურშიც გავიარე, ასე ვთქვათ. კიდევ არის აი ესეთი რაღაცა, ძალიან ბევრი იდეა ჩნდება, ხო? ანუ სტუდენტი რო ხარ, გინდა რომ რაღაც სტარტაპი დაიწყო, გააკეთო. ну ამ იდეის პროტოტიპირებად შეგილი, ანუ შენ არ არის უცნაური რომ გააკეთო და მე შეცდომა დაინახო და დანახარჯები ქონდეს ამის გამო. ანუ შეგიძლია იმდენჯერ გააკეთო ამის პროტოტიპირება ვირტუალურ რეალობაში, სადაც სასურველ შედეგს არ მიიღებ და მზად არ იქნები, ხო? ანუ ესეც ხო. ახლა ჩვენ ვთავთ ქართულ თამაშს. არა, ქართულ თამაშს და მხოლოდ რაღაცებს მე ნივთები, ხო? ვერ მივხვდი, ხო? ეს უბრალოდ შეგიძლიათ ახლა გაერთოთ, მარტივი ის არის რაღაცები აიღოთ, ითამაშოთ, ასე ვთქვათ, ისროლოთ. ავიღო, რატო ვერ იღებ? კარგად უნდა მოკიდოს. კარგად მოკიდეთ. ანუ როგორც აი ესე მივიდა. რეალურად გვერდზე აქ ღილაკი, რომელთაც იღებს და აგდებს საგნებს. აი ამით. პირველად ძნელი ადამიანი. კი, რთულია მართლა. აი გაცილებით ბუნებრივია. ვინ თქვა არ გამოსდისო? მე მივიზნებ. ელენე, შეგივიზნებ გესრე. მოდი მომკადი. ვისაც როგორ გულით ისორის. კარგი. ეს რა ვიღოთ? არავის ესე უბრალოდ სივრცეა, არავინ არ მერჩის დიდად. შემიძლია? ეს უკვე საკვოს თუ შეიძლება. აჰა, საკვოს. მიდი, კარგად მოკიდე. მოდი. გამოვქაჩე. მიდი.
მიდივიდი? გაუშვ. როგორც თვითონ ხედავთ, ეხლა ბევრი ახსნა არ ჭირდება ძალიან ადვილად. ხო, ეს ნამდვილად ძალიან მარტივად. ისე მე მაინტერესებს, რომელი ასაკიდან შეიძლება მოვირგოთ ოკულუსის სათვალე, იმიტომ რომ მართლა მე სერიოზულად ვამბობ, იმდენად რეალური სამყარო არის ჩემთვის ძალიან რეალური იყო ყველაფერი. ცოტა საშიშიც კი შეიძლება ეს ფსიქოლოგიურად იმოქმედოს, შეიძლება ახალგაზრდა. შეიძლება რომ ყველა ახალი ტექნოლოგიას თავის პლუსი და მინუსი აქვს. ასევე ჯერჯერობით არ არის რეკომენდებული, იმიტომ რომ ეს ტექნოლოგიები ეხლა რაც გვაქვს ძალიან რეალურია და თქვენ თვითონაც გამოცადეთ თქვენ თავზე, მაგრამ ჯერ ეს არის ძალიან ადრეულ ეტაპზე. ეს მოწყობილობები 5 წელიწადში ისე შეიცვლება და ისე დაიხვეწება, რომ შეიძლება რეალობისგან ვერ გავარჩიოთ მართლა ვთქვათ. და ამიტომ ჯერჯერობით 12 წლის ბავშვის და დაბლისთვის არ არის რეკომენდებული დიდხანს რომ გამოიყენოს. 10 წუთი, 20 წუთი არ არის პრობლემა. აი ხანგრძლივობაზეც თუ შეიძლება ერთი ყველაზე მაქსიმუმი რამდენი ხანი შეიძლება რომ ქონდეს იცი რა, ცოტა დამღლელი არის სხვათა შორის, ანუ როგორც ჩანს. შედარება მსუბუქია ეს რომ შეხედოთ მაინც, მაგრამ დიდხანს რომ ვთქვათ, აი 9 საათი გიკეთია, უკვე გძნობ როგორ ვთქვათ, ამიტომ დიდი ხნით რეკომენდებული არც არის და არც არის საჭირო ჯერჯერობით. რამოდენიმე წელიწადში ეს დაიხვეწება, შეიძლება სათვალეზე მსუბუქი იყოს და საერთოდ კომპიუტერი არ დაგჭირდეს ისე. რა თქმა უნდა, მეც მიჭირა რა. მიჭირავს ერთხელ. ბუმერანგია კი. ხო და როგორ ვისროლენ, როგორ ჩვეულებრივ ვისროლენ, ხო? გაიქნევ, მე გავუშვი. მიდი გავუშვი ხელზე. ძალიან დიდი მადლობა, წარმატება და ნამდვილად და მგონი ძალიან კარგი წამოწყება და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი წარმატება მაკო ბორჩი თამაში ვირტუალურად ვამგზავრეთ ძალიან სასიამოვნო იყო არასოდეს დამახსდება მაკო კარგი გოგო ხარ ძალიან დიდი მადლობა ვის სიამოვნე ძალიან აი ჩემ ხელებს უყურებ სანამ გადაცემას დავასრულებთ მაყურებელს ვეტყვი რომ ჩვენს ჩაცმულობაზე ზრუნავს მაღაზიები ორსეი და პრომოდი და ასევე ჩვენი გადაცემის ხილვა შეგიძლიათ ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე შუადღე GDS ჩვენ რა თქმა უნდა გემშვიდობებით ხვალამდე ნახვამდის. კარგად იყავით.